თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. წინა რადიო ბლოგში პუტინის მიერ ჩადენილ უდიდეს შეცდომებზე გესაუბრეთ, რამაც რუსეთი პრაქტიკულად პუტინისავე ხელში გააპარტახა. უკან დახია და დაუკარგა ის მილიარდები, რომელიც ახლა დანარჩენ მსოფლიოში არის გაყინული. ხოლო როცა გალღვება უკრაინის სასარგებლოდ იქნება მიქცეული, ან უკვე აქცევენ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. ვაგრძელებთ რუსეთის პრეზიდენტის სისულელეების მოყოლას, რამაც რუსეთი აქცია იმათ, რაც არის. პუტინის გენიალური ბჭყალებში, რა თქმა უნდა, ქმედებების შედეგად განსაკუთრებით მძიმდება მდგომარეობა ბუნებრივი აირის წარმოებებისთვის. თუ კი ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით კიდევ შესაძლებელია რუსული ნახევრად ლეგალურად ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე დაბალფასად, მაგრამ მაინც გაყიდვა, აი ბუნებრივი აირი ძირითადად ექსპორტზე გადის გასადენებით, რომელიც რუსეთს აშენებული აქვს ევროპის მიმართულებით. ეს ბაზარი რუსეთს ეტაპობრივად ეკეტება. აზიის ბაზრების მომარაგებას ის მხოლოდ ერთი გასათენით შეძლებს, რომელსაც მაქსიმალური დატვირთით ამუშავების პირობებში შეიძლება წელიწადში 38 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გატარება, რაც რუსეთში 2024 წელს მიღებული ბუნებრივი აირის 685 მილიარდი კუბური მეტრის მხოლოდ 5-6% შეადგენს. 2028 წელს, როცა ევროკავშირის ბაზარი რუსეთისთვის სრულიად დაიხურება, რუსეთი უმძიმეს მდგომარეობაში იქნება. მას არ ყოფნის თხევადი გაზის წარმოების სიმძლავრეები, 2024 წელს აწარმოა დაახლოებით 45 მილიარდი კუბური მეტრის ექვივალენტი თხევადი გაზი, არ აქვს ფული, რომ გაიყვანოს ახალი გასადენები აზიაში. თან ამას დრო სჭირდება. არ აქვს ტექნოლოგიები, რომ ააგოს თხევადი გაზის წარმოების ახალი ქარხნები. თან ამასაც დრო სჭირდება. თუმცა ამ ქარხნებამდე, რომ გაზი მიიყვანო, იმასაც გასადენები, დრო და თანხები სჭირდება. ამრიგად, პუტინის გენიალური პოლიტიკის შედეგად რუსეთმა დაკარგა ასობით მილიარდი შემოსავლები. დაკარგა გავლენების ბერკეტები ევროპულ პოლიტიკაზე და განადგურების საფრთხის ქვეშ დააყენა მისი შემოსავლების თავარი წყარო, ბუნებრივი აირის მრეწველობა. იმიტომ რომ ევროპის ბაზრების დახურვის შემდეგ ახლანდელი მოპოვების 20-25%-ის გაყიდვა შეიძლება მხოლოდ. ვინ უნდა გადაუხადოს პუტინს მადლობა? ყველაზე მეტად ვინ მოიგო პუტინის გენიალური პოლიტიკით? მისმა მთავარმა გეოპოლიტიკურმა მოწინააღმდეგემ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელსაც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა რუსეთი ევროპის ბაზარზე. 2 წელიწადში მან 5-ჯერ მეტად გაზარდა ევროპისათვის ნავთობის მიწოდება, ის გახდა ევროპის ნომერ პირველი მიმწოდებელი ნავთობში, მისი წილი ამ ბაზარზე 3 წელიწადში 3%-დან 16%-მდე გაიზარდა, ასევე თხევად გაზში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპაში მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა რუსული ბუნებრივი აირი და დღეს მას ამ ბაზარზე 16% უკავია. ხო და ვინც იძახით, რომ პუტინი მაგარია, ერთი თქვენს ტვინებში ჩამახედა, რა მიიღო პუტინმა ამის ფასად 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ომობს. თუ კი პირველ თვეებს არ ჩავთვლით, ბოლო წელიწადში დაიპყრო უკრაინაში 4000 კვადრატული კილომეტრი, ანუ კახეთის ოდენა ტერიტორია, ისთვისაც დახოცილების და დაჭრილების სახით მიიღო მილიონამდე ჯარისკაცი. ყველაზე განათლებულმა და თანამედროვე ტექნოლოგიებით მცოდნე ადამიანმა დატოვა ქვეყანა. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.